კასთან დაკავშირებით უკვე ველოდებით დღე-დღესე გადაწყვეტილებას და მე ვიცი რომ თქვენ ესწრებით ყველა პროცესს, მათ შორის ნიკუშაზეც და სულ როცა ხვდებოდით ხოლმე ჩვენ სტუდიაში, სულ ვამბობდით რომ აი გიორგიაზე როგორი გადაწყვეტილებაც იქნება, ალბათ ეს იქნება უკვე ერთგვარი ტონის მიმცემი უკვე მომდევნო გადაწყვეტილებებისთვის და სწორედ იმიტომ რომ დღეს თქვენ ხართ თავისუფალი, ალბათ დიდი იმედია ნიკუშასთვისაც, რომელმაც უკვე თქვა საბოლოო სიტყვა და აი მარტო ორ ფრაგმენტს წავიკითხავთ, მე ვარ დარწმუნებული, ერთადერთ სიმართლეში საიდან გაჩნდა ნარკოტიკი, რომელიც ფიზიკურად თვალით არ მინახავს, მარტო იმიტომ რომ მაქვს ტატუები, უყვარს მუსიკა და მოდი ახლა ნარკოტიკიო, აი ეს შემირჩიესო და ეს არის ცილის წამება, კამფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილის წამება. დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონიაო. ისევე როგორც გიორგის საქმეში ლაშა ვერც ნიკუშასთან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა პროკურატურამ. თვლით თუ არა რომ 3 სექტემბერს, როცა საბოლოო განაჩენი უნდა დადგეს, მოუწევს სასამართლოს იგივე გადაწყვეტილების მიღება, რაც გიორგის შემთხვევაში. პირველ რიგში ერთი კითხვა, რაც სასამართლოზე დასვა და რა კითხვაზე პასუხით შემძლა საინტერესებს, არის საიდან მოვიდა ეს ნარკოტიკული საშუალება. და მეც პირადად ეგ კითხვა და ეგ ინტერესი მაქვს და ალბათ მაგის დროც მოვა, რომ გავიგებთ ყველაფერს, ვინ იყო, ვისი დავალება იყო, ვინ ჩადო და ვინ შეასრულა ეს უკანონო დავალება. რაც შეეხება მოლოდინებს, რაღაცნაირად მე არ ვიქნი განწყობას. აი ყველას აბსოლუტურად ვეკამათები ხოლმე რომ რაღაცას რომ ეტყვი, ანუ ალბათ ესე იქნება და ნუ ამბობ და დღეს გიორგიმ დაპოსტა კიდე რაღაც ნიკას ვიდეო გააზიარა და გიორგის ვერ უთხარი ვერაფერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი ემოციები კარგად მესმის აბსოლუტურად და არ ვიქნი განწყობას, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად სიმართლე რომ გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს ნიკუშა 3-ში გამოვა ციხიდან თუ 23-ში გამოვა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარი, აი როგორც გიორგი არის თავისუფალი, ზუსტად ისე მინდა იყოს თავისუფალი და მინდა რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და აი მაშინ ჩავთვლი რომ ჩვენ მართლა თავისუფლები ვართ, მართლა გავიმარჯვეთ და მართლა იმ გზის ბოლოში გავედით, რომლისთვისაც აგერ უკვე ამდენი ხანია ვივიდით. შესაბამისად, თუ რაღაც სამართლებრივი კუთხით ვისაუბრებთ, ხო რა თქმა უნდა, აქამდეც გიორგის შემთხვევაშიც, ნიკუშასი, რა ვიცი, ქერაშვილი იქნება, ანდრო ჭიჭინაძე იქნება თუ ასე და ასე შემდეგ, ყველა შემთხვევაში ამ ადამიანს არ ვიცი, გირაოს მაინც შეუფარდებდნენ და ისე მაინც გამოუშვებდნენ. რადგან არ არსებობს არავის საქმეში არ არსებობს არ მტკიცებულებები, თუ სადმე მოწმეა, ვიცით როგორი მოწმეები არიან, შესაბამისად, არც ამდენი ხანი არ უნდა მჯდარიყვნენ, მაგრამ ახლა მიიღეს რაღაცა ესე დამსჯელობითი, როგორ თქვა, ნაბიჯი გადადგეს. მაგიტომ არც მოლოდინებს ვამყარებ, არც იმეც ვიქნი, არც განწყობას, მივყვები იმ გზას, მივყვები იმ უძოლის გზას, რასაც რუსთავაზე ვხედავთ ამდენი ხანი. კი ბატონო, თუმცა მინდა რომ იმედი ვიქონიო, რომ 3-ში რომ გამოვა ნიკუშა, იმ საღამოს ალბათ რუსთაველზე წავა, როგორც რა ერთი დავამატებ, რუსთაველზე წავიდა და მეორე დღეს სტუდიაში. ჩემი ერთი ძმა უკვე გამოვიდა, ამას მოყვა ჩემი მეორე ძმა და კიდე დანარჩენ ძმებს და დებსაც და მეგობრებს ვეუბნები კიდე. და ყველას ვსურვებ ძალიან მალე თავისუფლება, დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა არ შეწყდება მანამ ვიდრე ყველა სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი.